საღამოშვიდობის მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა სკანერი. დღევანდელი ჩემი გადაცემა რეპორტაჟი იქნება იტალიის კონცერტიდან. ახლა ჩვენ თბილისის აეროპორტში ვართ, მაგრამ ცოტა შეშინებული, იმიტომ რომ თავიდანვე კურიოზებით დაიწყო ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა. იქ ჩვენ თანხმობთ პირს, ბატონ მახას პასპორტი შეეშალა, სვისი პასპორტი წამოიღო, ახლა მის გამოცვლაზე დარბის. აქ ჩვენ რაღაც რეისის ნომერი შეგვეცვალა, მოკლედ კურიოზებით დავიწყოთ მოგზაურობა. ამჯერად თბილისის აეროპორტიდან ბესო ჩუბინიძე, ჟურნალისტი, მოგესალმებით. ჩვენ ჯერ სტამბულში მივფრინდით. სტამბულში რო ჩავფრინდებით, გაცნობებთ როგორ ვიმგზავრეთ და ამ მგზავრობის კადრებსაც რა თქმა უნდა თვითმფრინავიდან მოგაცვით. იმედი მაქვს მშვიდობიანად ვიმგზავრეთ. ესეც ასე რეგისტრაციას გავიარეთ. აგერ ჩვენი ფინალის დღას ხედავ, ხალხ შორის აქ აეროპორტის მოსასწრებში ჩვენს კულტურის პირის ბატონ მიშასაც ვესაუბრეთ, საკმაოდ საინტერესო თემები განვიხილეთ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი კარგად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გამეორდები შიში მაქვს ფინალის მგზავრობისა, სხვა რა გადამრჩენია. ჩვენს მეგობრებთან ერთად მივარ და შესაბამისად კეთილი ფრენა ჩვენ დროებით შევხვდებით. აეროპორტში მაგარი ვეძინი მოყავს და მithmetes ცოტა ახსენდება რომ 7 საათი უნდა გავჩერდე რა უნდა ვაკეთო 7 საათი უნდა წავიდგინე ადამიანს რომ გარეთ გავიდეთ სტამბული დავათვალოთ ან მაგრად დავიძინოთ ახლა ასე თქვა ბიჭები ყველა ერთად გავაწყოთ ახლა კი ცოტას წავუცინებ სახის სერიოზული კონტროლის გავლის შემდეგ ჩვენ გამოვედით ეგრეთ წოდებულ duty free-ში ათათურქის აეროპორტში. ახლა ცოტას დავისვენებთ. შორის თურქებს ძალიან აქვთ გამკაცრებული კანონები შემოწმების მხრივ, მას შემდეგ რაც ეს ამბები მოხდა. ახლა დავისვენებთ. ერთმეტის ნახევარია სტამბულის დროით, სხვადასხვა ისე როგორც ბევრ აეროპორტში, სხვადასხვა ჩვენს აეროპორტში თბილისშიც, რა თქმა უნდა, მოწევა არსად არ შეიძლება, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც როგორც წესი, სიგარეტს ყველა ეწევა. წეველთა ოთახს ეძახიან ამას. მე არ ვიცი როგორ გაიბოლება აქაურობა და როგორ გამოჩნდება კაცში, მაგრამ გამერწმუნეთ, კი მიავდება აქაურობა, მაგრამ ასეთი განეავების არაფერი არ გაიშვას. მიუხედავად იმისა, რომ იქით წამომზადით ათათურქის აეროპორტის თითქმის მთელი მიდამოჩას.
დროც მოახლოვდა და იტალიის გასასვლელისკენაც გამოვემართეთ. დაახლოებით 2 საათში რეგისტრაცია დაიწყება და ჩვენი გუნდი გაუკვება გზას ქალაქ ბარისკენ. იქ ჩასვლისას მე ცალკე დაგელაპარაკებთ. ახლა პროექტი ჩამოვედით იტალიაში ვართ ბარში აიგერ ჩავესუნქავთ ახლა იტალიის აერს thank you very much ესეც ჩემი გადახდილი მადლობა და ესეც არის გამარჯობა იტალია საქართველო გეწვია ნახოთ ჩვენ იტალიაში ვართ გაიქნება ცოტა ხანში კი არა და ზუსტად ერთ დღეში ამას ყველა ერთად ვიხილავთ ახლა კი გავუყვეთ ჩვენი ბარელი ქართველებისკენ გზას ქალაქ ბარის ქუჩებში დავსეირნობ და უამრავ მომღიმარ სახეს ვხედავ სხვათა შორის ძალიან ბევრი ქართველი შემხვდა და ძალიან ბევრი ისეთი ნაცნობი სახეც მინდა გითხრათ არ ვიცი
რომ გითხრათ რომ რამით განსხვავებული ქალაქია თქო მოგატყუებ რაღაცაში გამოგიტყდებით და ბევრად ჩამორჩება ჩვენ ქართულ ქალაქებს, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს. ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილება. არ ვიცი რა სიტყვიან აქაური ქართველები ამ ქალაქზე, სადაც ისინი ძალიან დიდი ხანია უკვე შრომობენ და მოღვაწეობენ. ამას ჩვენ ხვალ კონცერტის შემდეგ ან კონცერტამდე ვკითხავთ ჩვენს ქართველ ემიგრანტებს. მაგრამ მე ქუჩებში სეირნობის დროს ისე შთაბეჭდილება მჩება, რომ ეს პატარა, შეიძლება არც ისე პატარა ქალაქი ბარი თავის ცხოვრებით ცხოვრობს. თავისი ახალგაზრდებით, თავისი სასწავლებლებით, თავის დანაშაულით, თავის კარაბინელებით და ერთი პატარა ისეთი ევროპული ტიპის იტალიური ქალაქია ძალიან ბევრი ქართველით, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ხვალ კონცერტამდე ავესაუბრებთ. ქალაქ ბარში ქართველებს თავისი შეკრების ადგილი აქვს. როგორც ამბობენ, აი ეს პარკი მათი შეკრების ერთ-ერთი საუკეთესო ტერიტორიაა და როგორც მოგიტყვის ქართველები აქ ყოველი დასვენების დღეს იკრიბებიან. მე არ მახსოვს ზუსტად რომელია მათი დასვენების დღე, მაგრამ ფაქტია რომ ახლა აი ამ წუთში აქ არავინ არ არის მოსულთების ქართველებისგან. ქორსები ხუთშაბათი დღეა მათი დასვენების დღე და შესაბამისად ალბათ ისინი ყოველ ხუთშაბათს ყოველთვის შეიკრიბებიან აქ. აი ეს ქართულ გრუზინულად საჭარაო ხომ. ნახოთ რა იქნება იმ ხუთშაბათს, როცა ჩვენ ვიქნებით აქ სტუმრები. ამას ყველანი ერთად ნახავთ მე და თქვენ, ჩემო ძვირფას ტელემოყრა. ახლა კი წავედით გავისეირნოთ ისევ ბარის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ვარ და ქალაქ ბარში მithumetes მე რომ აქ ნამდვილი იტალიური პიცის გემო არ გამესიჯა ისე როგორც ამოვიდოდი. და აი ჩვენო მეგობარმა ნათიას მეუღლემ მარკომ მოგვიყვანა ერთ-ერთ შესანიშნავ პიცერიაში. ახლა სიმართლე გითხრათ, ცარიელთებში გვაქვს და დამავიწყდა რომ როცა აქ ის პიცა იდო, რომლის სურათის გადაღებაც მოვასწარი, ამეფიქსირებინა, აი ესეთი გემრიელი პიცა დამხდა. მაგრამ ახლა როგორც ხედავთ, ცარიელი თებშებია. დიდი მადლობა ამისთვის მარკოს მინდა გადაუხადო და მხოლოდ იმიტომ რომ ნამდვილი ნაღდი იტალიური პიცის გემო გამასინჯა. გამერწმუნეთ რომ ძალიან მაგარია. მე აქედან მაყოფილი მივდი. Ai bologi alla tarcia. Ai. დილამშვიდობისა ზურაბატონო. დილამშვიდობისა. როგორ ძანდებით? ძალიან კარგად. ერთადერთი წვიმა მოგვივიდა ბარში. არა, ეს წვიმაც ისეთი სასიამოვნო ჩანს, რომ მე მგონი ქართველ ემიგრანტებს მოეწონებათ. რა განწყობა კონცერტამდე რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ? აი მე და გიორგი ვართ ძალიან კარგ განწყობაზე. უნდა მოვეფეროთ ქართველ დედებს, ქართველ ემიგრანტებს და ასე შემდეგ. აი კონცერტი უნდა ჩაუტაროთ. რამდენი საათიან პროგრამას ვაპირებთ, როგორ არის საქმე აბა? ცოტა გრძელ პროგრამას ვაკეთებთ, სადღაც 2 საათი იქნება მთლიანი კონცერტი. მე მგონი არ მობეზდება ჩვენ ქართველებს თქვენი მოსმენა. ისევ ვართ, რომ მოსაბეზრებელი არ ამგონია რომ მოსაბეზრებელი იყოს. გიორგის 2 თუ 3 სიმღერის პრემიერას აკეთებს. ახალი სიმღერებს, რომელიც მსმენელმა და მაყურებელმა არ იცის ეს. თქვენ თუ გაქვთ რამე სიურპრიზი? მე სიურპრიზი ბარისთვის ჯეჯრობით სამწუხაროდ არ ამაქვს. ანუ ესე იგი ის ჰიტები იქნება ყველაფერი? შემდეგ რომ ემზადები ნიუ-იორკის კონცერტებისთვის და რატომღაც სულ იქითა ვარათმობები. კარგით, აი გიორგიც აქ დგას ახლა, წვიმიან ამინჩი სველდება. მოგესალმებით. რას გეტყვი გიორგი, აგერ გავიგეთო თუმე რაღაც ახალი სიმღერების პრემიერას აპირებ, რა ხდება? პერფექტო ხასიათზე. თან ამინდიც ესეთია შესაბამისი. ხო, რაღაცა ქართულ ნოსტალგიას უხდება ეს ხასიათი. და რა ვიცი, რამოდენიმე ახალი სიმღერა მაქვს, რასაც წარვადგენ ჩვენ ქართველების წინაშე და მე მგონი რა ვიცი, ლამაზი დღის კონცერტი უნდა ვაჩუქოთ ჩვენს ქართველებს და იმედი გვაქვს, რომ არა მარტო ქართველებს და დამსწრე საზოგადოება აქაურიც გვეყოლება. ნახოთ რა როგორ იქნება. სხვათა შორის ზურაბატონო უცნაურად 2 საათზე იწყება ნაშოა დღეს ეს კონცერტი, რატო? რატომ და აქ ხუთშაბათ დღეს აქაური ვინც მიმუშავებენ აქ, რა თქმა უნდა აქ უკვე არის ვენებენ სამსახური. ხუთშაბათი დღე აქვს თავისუფალი. ბევრი მოდის სხვა ქალაქიდან და მატარებლი რომ მოასწრო მე წასულა, ამიტომ მოითხოვეს თვითონ მაყურებლებმა რომ
ესე იგი ტექნიკური გათვლა ესეთი რომ კი დილით ჩამოდიან და საღამოს უკვე უნდა იყვნენ და ზოგი არის ნაპოლიდან და იქიდან ჩამოდიან. გასაგებია. მატარებელს რომ მიუსწრო. აბა წარმატებებს გისურვებთ, სულ რამდენიმე საათში კონცერტი დაიწყება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბარში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამდებარე მოედანზე. მართალია ტაძარში გადაღება არ შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოლოცვის გარეშე ჩვენ აქედან არ წავთ. შემომხედეთ. თუ მოგვეწევთ საშუალება ერთად გადავიღებთ ამ უდიდეს სიწმინდეს. თუ არა და რას ვიზებთ? ეს მაგივრათაც ჩვენ მოვიწევთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენი სახელი? ძიძია. აბა რას მოელით დღევანდელი ღონისძიებისგან? სულ პირველ რიგში მოველი რომ დავინახავ ქართველს, ქართულად ნამღერს და ერთი ლამაზი ქართული დღე გვექნება. ეს ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმის, რომ ყველა აქ მყოფი არ ვართ ამ განწყობით ხალისზე ეს დღე იქნება სამახსოვრო ხალისიანი. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და თქვენ საზოგადოება რომ ჩვენი მომღერლები დავაფასეთ. დიდი მადლობა. თქვენ რა სიტყვით? ესაა ჩვენი დღევანდელი დღე, რომ ძალიან მიხარია, რომ თქვენ ჩამობრძანდით და სულ გახარებული ვიყავით და სულ კარგად იყავით. ნამდვილად ძალიან გახარებულები ვართ ნამდვილად დღევანდელი დღით. და თან დაემთხვა ისე რომ დღეს არის დედის დღე. მართლაც რა, ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში სულ ყველა დედას მიულოცავ დედის დღეს. პირადად დედაჩემს. ძალიან დიდი მოხარული ვარ 4 წელიწად ნახევარში აქ მეღრისა ქართველი კონცერტის ნახვა. ძალიან დიდი მადლობა. ეს ყოველ წელიწადს უნდა ხდებოდეს. წელიწადში ერთხელ მაინც. დიდი მადლობა. რა გითხრათ, 8 წელია იტალიაში ვარ, დატოვებული მყავს ოჯახი, შვილი, რომელიც არის ლოგინად, ჩაბარდნილი, 35 წლის გოგო. ის რომ გამოვყვებო, იმას რომ წამალი უყიდო, იმიტომ მოხდა ჩემ შვილებს შორის გაუცხოება. წელიწადში ერთხელ ჩავდივარ და საერთო ენას ვეღარ ვნახავ შვილებთან. დღევანდელი დღე თქვენ დედასაც მიულოცავ, ყველა დედას მიულოცავ, ვინც გადმოხვეწილია პირველ რიგში იმათ. ღმერთმა გამძლეობა მოგვცეს და ელემენტარული პირობები შეიქმნა საქართველოში, რომ დავბრუნდეთ ჩვენ ოჯახებში და არ გაუცხოვდეს ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ მოხვედით. ასე შევიკრიბეთ.
არ მოგერიდოთ არაფრის, არც ტაშის, არც ხმაურის, არც ერთ-ერთი კვერცხებს უგასვით და დანარჩენი ყველაფერი შეიძლება სელფი შეიძლება თქვენ სცენაზე ამოდით აქედან უნდა გადავიღოთ სელფი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ეხლა ყველგან ხუმრობის გარეშე ძალიან მინდა რომ მოგეფეროთ. მე არ ვიცი დაახლოებით არის 500-მდე კონცერტი მაქვს წაყვანილი, ვინც არ იცით, როგორც წამყვანი ასეც მაქვს ეს პროფესია და გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ და მიყვარს წერა, კითხვა, ლაპარაკი და სამწუხაროდ მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი მიყვარს ხოლმე, სამწუხაროდ. ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს სიმართლე მაინც გულზე არ ხდებათ ხოლმე. ხო და ასევე მიყვარს კონცერტები. ეს არის ჩემს პრაქტიკაში ნომერ პირველი კონცერტი, რომლის წაყვანაც მე შეიძლება გამიჭირდეს, იმიტომ რომ ემოციურად ვარ ძალიან დატვირთული, ძალიან სავსე და შეიძლება სიტყვები ვერ გადავაბა და შესაძლოა წინადადაც ვერ გავიგოთ, მაგრამ მაპატიეთ. ასევე მაპატიეთ ჩემი დაკუჭული საროჭკა, რომელიც გუშინ თურქეთში დაიბოჭა 7 საათის განმავლობაში და დღეს უთო ვერ ვიშოვებ ვერს. არ შეიჩინოთ ასეს. კიდე რამე დაკუჭული საათი გახსოვდა. 7 საათი და 35 წუთი მალხაზ ბატონო ვიყავით თურქეთის არ ვიცი რა ქვია იმას. სადღაც. ხო, მე ვეცადე ჩვენი ქვეყნიდან ჩავამეტანად მე და რა თქმა უნდა ზურაბ ბატონმა და რა თქმა უნდა ჩვენმა გიორგიმ და მალხაზიმ. მე მიუსალმოთ მინდა ჩვენს მალხაზს, აგერ მე შეითავსა აბსოლუტურად გასაქმნელობა, მაგრამ ეგ არაფერი ჩემო მალხაზს. მე თქვენთან ერთად დღეს ჟურნალისტური ფუნქცია უნდა შევასრულო, ასე რომ პატარა კამერით როცა ვიმოძრაობ თქვენ შორის არც არ შეიმჩნიოთ და საერთოდ ვიყოთ პოზიტიურები. ვეცადე რომ ჩავამეტანა ის სიტყვა, რაც გამომატანეს თბილისიდან. გუშინ ჩამოვიტანეთ ფიზიკურად ეს სიტყვა, იმიტომ რომ კარგი ამინდი იყო და იგივეს ვეცდებით ახლაც რომ აი ეს 2 საათი თუ ბევრი არ იქნება თქვენთვის ეს 2 საათი მაქსიმალურად გადმოგცეთ ის სიტყვა. დედების დღე. მე თქვენ მინდა ერთმანეთს მიულოცოთ აი აპლოდისმენტები დედების დღე და მე მინდა რომ მოგილოცოთ თქვენი გულით საქართველოს მამების სახელით და საქართველოს კაცების სახელით და შვილების სახელით მინდა მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც აი თქვენ ვისათვის ბევრი დატოვილი ბევრი ყავთ უბრალოდ შვილები, ქრები, მეუღლები, რა ვიცი დატოვილი და ზუსტად ვიცი რომ აი სიუჟეტს როცა ნახავენ, აი ჩემი ნათია მეხმარება სიუჟეტის გადაღებაში, ამ სიუჟეტს როცა ნახავენ, გულაჩუქებული იქნებიან. მოვეფერები ყველა იმ ადამიანს, მოვეფერები თქვენს თავობას და მადლობას გადავიხდით აი ესე თავდახრით იმისთვის, რომ თქვენ ამდენი შეძელით თქვენი შვილებისთვის, ქრებისთვის და იმ ქვეყნისთვის, რომლის ფათაშორის დროშა მე აიგერ ახლა მიკეთი არ ვიცი და თუ არა, ჩემს შვილს მოვყარი ეს დროშა რომ მოვდიოდი. მადლობა უბრალოდ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ღმერთ მაქნას ისეთ საქართველოში დაბრუნებულიყავით მალე, როგორც თქვენ გინდათ რომ იყოს. საქართველოში რომელსაც ვთქვით თქვენი საქართველო და არა სვისი. იმ საქართველოში სადაც კაცს ქალი უყვარს და ქალს კაცი უყვარს. პატარა ჯაჯანიკის შოუ მოვაწყოთ, აქ და ისე. წინააღმდეგები ხო არ იქნება? არა, შეიძლება ვინმე ხარ წინააღმდეგი, მაგრამ ხომაღლა არ გამოხატოთ. ჩემთან არ გამოხატოთ ეს ყველაფერი. კარგი, გადავიდეთ კონცერტის ღონისძიების ოფიციალურ ნაწილზე და სამადლობელი სიტყვა მინდა თქვა იმის გარდა რომ თქვენ სათითაოდ ყველას გიხდით მადლობას. მე ვახსენე ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო დღეს ვერც ბესო ჩუბინიძე, ვერც გიორგი დათიაშვილი და ვერც ზურა ჩინჩალაძე, ამ შემთხვევაში გულისხმობ რაზმი კი როგორ არის? გუნდი, ხო? ვერ ვიქნებოდი თქვენთან ერთად. ამ ყველაფრის ჭალებში დამნაშავე მე არ ვიცი მადლობა როგორ გადავუხადო ამ ადამიანს გარდა იმისა რომ ეს სიტყვა არსებობს ჯერჯერობით სიტყვა მადლობა ვერაფერ ვერ მოვიფიქრე გია მეტი და გიას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ამ ობიექტებზე გია საბიაშვილი რომელსაც დიდი მადლობა იმისთვის რომ ეს ორგანიზატორული ამბავი მოაგვარდა რა თქმა უნდა შენს მეუღლესთან ერთად ვერ ხედავ სად არის ქალტონმანა ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ეს შეზელით რაც შეზელით იმიტომ რომ ქართველი 300 ქართველი შეკრება 300 ქართველი არის დის შეკრება არანაკლებია 300 ვაშკაც ქართველი არაგველი შეკრებაზე მithumetes აქვს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენს ოჯახს აი ამ ყველაფრისთვის და 100 მაგალ და 200 მაგალ რაც შეიძლება ის გავაკეთებინოს და ნუ არ ვიცი ამ ქალბატონს როგორი მადლობა უნდა გადაუხადო იმიტომ რომ მე მგონი ყველა იცნობს თქვენ მას ასე მგონია
მიხვდნენ ხო ზია როგორ ზია კოპონიას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავიხადო იმისთვის რომ ზუსტად თქვენ აი გიასთან ერთად აი წლებში ხართ და იმას აკეთებდით რომ მე დღეს აი სცენაზე ვარ და მაყურებელს გასაგონად მინდა ვთქვა რომ აი ეს ორი ადამიანია მთავარი ის ადამიანთა გუნდი და დუეტი რომელმაც დღეს ჩვენ აქ ქართველ ემიგრანტებთან ჩამოვიყვანეს და ასე რომ დიდი თან ისეთი მაგარი გვარი გაქვთ მე რომ მიყვარს ყველაზე მეტად აი ისეთი მაგარ სვანები არიან ნუ ჩემი სათაყვანებელი ხალხი და კიდე კაი სვანი არა თორე თაგეხუნება დიდი მადლობა ქალბატონზია თქვენ ამ ყველაფრისთვის და მე ვიქნები სუბიექტური და დიდ მადლობას გადავუხდი ჩემთვის ორ ძალიან ძვირფას ადამიანს შეამჩნიეთ ამ ადამიანთან ერთად ვარ აქ დღეს ისინი არიან ჩემი ოჯახის წევრები ნატას და ნათიას მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი აი ეს პერიოდი ჩემთან ერთად ხარ და ჩემთან ერთად ხარ იმიტომ რომ ბონჯორნოს და ჩაოს გარდა არაფერი არ ვიცოდი და აი ეს ადამიანები მე დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ აი გვერდში გვინახავთ ხო აქ არის კიდე ერთი სიურპრიზი რომელსაც მე კონცერტის დაწყებამდე გამოვაცხადებ და ესე უბრალოდ მომინდა და სვანია სხვათა შორის ეს ქალბატონი ხასიათებით მე სვანი ვარ არ შეიმჩნევთ დღეს არის 3 მარტი დედების დღე და ადამიანების დაბადების დღეებიც არის ხოლმე რა თქმა უნდა დღეს დედების დღეს არის დაბადებული ერთი ქალბატონი რომელიც დღესაც ჩვენ გვესწრება მას საერთოდ არ იცის რომ დღეს მას აი ესეთი პატარა სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ და მე არ ვიცი შუქები როგორ ინთება დარბაზში თუ აგინთებთ მე ჩავალ და ქალბატონი დონარასთან კიწურაშთან არავობ ხვადაგიანთან ქალბატონი დონარა ხვადაგიანის დაბადების დღეა და თქვენი აპლოდისმენტები მინდა აი ქალბატონს გადასცეთ და საკუთრად გადავწე აი ეს გიორგი გუსტი და ჩემი ჟურნალი რომელსაც მე დიდი სიამოვნებით გამოვცემ და მეტად იქთან გაწესრიგდა და მეტად პრემიერი გამყოფობს სადაც იქნებით და როგორც იქნებით გაიხარეთ თქვენ გაიხარეთ ჩვენი მთავარი და მე მგონი ყველაზე არ ვიცი მისაღები ვისთვისაც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ეს არის იმ ორი გემრიელი ადამიანის იმ ორი ქართველი კაცის სიმღერები რომლებიც დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ და დავთქვეთ ეს კაცები არიან ზურა ჩინჩალაძე და გიორგი დათიაშვილი და მე ახალ სცენაზე ჩვენი დებათით პირველი კაცი მინდა მოვიხო სცენაზე ზურა ჩინჩალაძე რატომ ზურა თუ შეიძლება დაგველახეთ არც მე გავუგებ ასე ჩანს ხო აბა სად არის ზურა ბატონი ზურა აჰა აპლოდისმენტები ზურა ჩინჩალაძეს კაცი ლეგენდა უმაღლესი კომპოზიტორი უმაღლესი მოდერნული ქროქ ამბობთ მანდაჩენი შეთვის დამიტყვია მიკროფონი ჩემო ზურა შენ დაუგა მალხას აბაწავი მიყვარხარ ძალიან ჩემგან დაუკოცნო
მე მინდა თქვენი აპლოდისმენტების თანხმობით სხვა შორის შარშანდელი წლის საუკეთესო სიმღერის შემსრულებელი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების მეგას ცერემონიაზე გიორგი დათიაშვილი მოიხო. აი ესეთი ადამიანი რომელიც თავის საქმეს აკეთებს 5-იანზე, 51-იანზე ხა სხვა დროა მაინც არის. იღებენ. თავის საქმეს აკეთებს იქ 51-იანზე ეს ბიჭი და მე მივესალმები გოგა ჯიჯიჯის და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი. ახლა ისევ მინდა მოვიხმო ზურა ჩინჩალაძე თქვენი აპლოდისმენტების თანხმობით და როგორც ვიცი, უმაღლესი სიმღერა და ჩვენთვის და თქვენთვის ყველაზე მაგარი სიმღერა უნდა შეასრულოს ზურამ. ამ სიმღერაში ზურას მე მგონი ორჯერ აქვს მეგა მიღებული თუ არ ვცდები და ეს სიმღერა არის ჩემს რეპერტუარში, აი ჩემს რეპერტუარს ვეძახი მანქანაში დისკიროდებს ნომერ 1. ვთხოვთ ზურას, აბა თუ ვიხდებით ეს სიმღერა. ზურას შენი საქმეა იქნებო. აი ესე Paris ქუჩებში დავდიოდით ერთად ჩვენ და ეხლა ცოტა გამხელის ჯოს და ვათო ჩვენ საბედნიეროდ ქალები მოგწონს მე და ზურას. სწორად გამიგეთ. მაიაში სწორად გამიგეთ. ხო, ჩვენც გამიგეთ. ეს ამბავი მომუყვე ეს მაინც ყოველ შემთხვევაში რა ვიცი. ხო, მივდიოდით ქუჩაში და ვეძებდით, აი იტალიელი ქალები მაგრები არიან, ამბობენ, გავიხსენებ ბიჭო რა მაგარი ქალია და მეთქი ბიჭო ეგ ქართველია, ყველაზე ხო, ბატონო, ჩემო მართლაც. უი, ეხლა ესეთი სიმღერა უნდა წარვადგინო. რამდენს ქვიათ მინიკო აქ? ყველას! ყველას არა უკანგალში. 1 2 3 4 5 6 7 8 9 9.
ვაშაზე სენასია ნინიკო კი და ზუმა ნინიკო აი ორი საჩუქარი პირველი აი საჩუქარი თქვენ იმიტომ რომ გითხარით რომ ეს საუკუნეში მქონდა და თქვენ დაგინახეთ საფრთხე აი თქვენ დაგინახეთ რომ აი წელი ეგრევე გამოვუშვით მეც აი გამოვუშვით თქვენ გაგოსოთ მართლა აბლისმეტები ამ ორ ადამიანს და ბატონო მე არ ვიცოდი დავთამაშებს ორი ცოლი ყო და თქვენ ცოდით მე ვიყვები მაგიცალი ხალხს კარგი, ძალიან დიდი მადლობა და მოდი გიორგის მოვუხმოთ ამჯერად გიორგი 21-ს, გიორგი გათიაშვილი. აკო. კიდე დამოუკიდებლად, ისე იგი, რას გვერდით? ჩამოვუქრობოთ ერთად? ამაზე ჩამოვუქრებთ და თუ ერთად იმდები კონსერვას ფლატ გამოსარგებლო. გიორგი მოდიხარ. ორჯერ ავიმღეროთ, არ შეიძლება? როგორ? ორჯერ მოიმღერო, ჩამოუქრო. კარგი, ბოლოს წინა სიმღერა იყოს კიდე საფრთხე გიორგი. შეკვეთები. აბა, შეკვეთებს უძებს. აკე ევროზე, ხო თან? ჩვენ კომპონებზე ვართ კიდე საფრთხეში. გიორგი ნათიაშვილი. ეს სიმღერა ჩემთვის მიზეზია. Amin.
მოხდე და მათია მინდა გამოვიდე. გარდაში დავით ძალიან ბევრი ცნებიან თვალებს ხედავ, მე მადლობა მინდა გადაგიხადო დამცნებლებისთვის. და ორი ადამიანი დავინახე, ნუ ამჯერად ორი ადამიანი, ვისაც არ ვიცი ემოციები ვერ შევიკავე და მინდა გამოვიდე და შენაჩუქო ეს დისკი ჯერეს და მე მარცხნივ აიქე წამოდი. ამ ადამიანს მოტანილი აქვს ისე როგორც მე მკერდზე მაქვს დაბნეული საქართველოს დროშა, ხედავ რომ პატარა დროშა საფრიალებს საქართველოსაც და აპლოდისმენტები აიმედა და შემინდა აი ეს დისკი ამხარებდა. ეგ ავახო. ეს ორჯერ ყოფილა კოსა იტალიაში, ხო? თვითონ გამიკვირდა ყველა გამარჯვებას რომ ყოლო. მებინდა დაგვეხა, გიორგი. ადამიანს რომელმაც ვერ შეიკავა. არ დამაცადა რაღაც უნდა მეხმარა. მაიცა, აი ხა მივხვდები რატომაც ერთი კითხვა მაქვს, ხო? მე ხა ვიტყვი ყოველთვის ვეცდები რომ მიბაძო და არა აღებერებ მოგეშენ. ვეცდები რომ მიბაძო იმ ადამიანს, ვინც არ ვიცი მე არ არსებობს ადამიანი რომელიც აქ არიჯდეს რომ უყვარდეს და მინდა გამოიცნოთ პირველი ვინც გამოიცნოს. აი მე ზურა რა სიმპათიური კაცი ხარ. ეთერ გაგულია. ამოდიშედები მინდა ამ ადამიანს აი ეს საზოგადოებრივ სამშობლოში არის ეთერ გაგულიას უკანასკნელი ინტერვიუ. პირველ შეიკავე, მაშინ შეიძლება ჩოქებ და ორგანი ჩემთან მე სანამ მოვყვები აქ ისტორიას ზურა მე მინდა აური გაჯანდება ეს მოგზადეთ ეს ზურა მოწოდება ხო თქვენ სახელი ამოდები ფიქრია და ერთ ჟურნალის ქართულ ფიქრიას გადავცეთ აქ ეს ძველია და უკანასკნელი ინტერვიუა ქართული ეთერ გაგულიას და რატო გავიხსენე დიდი მადლობა ზურა, შენ გახსოვს ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით ხოლმე ერთად კონცერტებზე, როცა ქალბატონი ეთო ცოცხალი იყო. ის გარდაიცვალა შარშან ზაფხულში. არ მგონია რომ ვინმეს არ მოგწონდა და არ გიყვარდათ ეს ქალბატონი, იმიტომ იყო მოსიარულე პოზიტივი. ეს ქალბატონი იყო უმაგრესი ადამიანი და ზურას და ეთორის როგორ უყვარდათ ერთმანეთ ეხა რომ მოყვი, აქ მე ყველაფერი შეიძლება ავტირდე და გავიდე გარეთ. და ერთი ისტორია მინდა გავიხსენოთ. სადღაც ვარცებ ქუთაისიდან მოვდივარ, შუაღამის 4 საათია და ეთერი როგორი იყო, იცით ახლა ზურას არ გაუკვირდება ამას რომ ვიტყვი. ეგონა რომ ჭამა უყვარდა. ეგონა. სადღაც რესტორანში რომ დავსწრებოთ ეს მომენტი ის მომენტი, ბოლოს რაღაც ორი ციცქნა რაღაცა აიქებდა შეჭამდა და მოვდივართ ქუთაისიდან გავჩერდით სადღაც რომელიღაც სოფელ ჭორბოღრომში ვთქვათ და ზურას შია, მეც შია და რა თქმა უნდა ყველა დარჩენილ შია, გაგახსენდა ხო? და რა შევუკვეთოთ ეხლა ჩვენ ძალიან სკრომნი რაღაც ისე აიცით აი ნუ რაღაცა პურებად და იქ დაინახეს რომ აი მომღერლების ხვებიც იყვნენ ჩვენთან ერთად შუაღამის 2 საათია ვიღაცამ დედალი გააღვიძა იქ ეძინა კვერცხი გამოვაცა რაღაცა და ნუ გაშალეს გამის 2 საათზე როგორი სუფრა ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენთ ეთერი ეუბნება ზურას ზურა მოდი დავლიოთ ეთერი არ სვავდა ეთერი არ სვავდა ზურას რა თქმა უნდა 2 ჭიქა 3 ჭიქა მეტი ჩვენ როგორც წესი ხო და ეთერი მოდი დავლიოთო და მე მინდა აი ის სადღეგრძელო რომელიც შენ შემოგთავაზა მაშინ ამ ადამიანებს გავუმეორე ისიც რის სადღეგრძელო გადაგია და ამის ფაქტიც არსებობს ჩემი ხელში გადაღებული მან დალია ქართველების სადღეგრძელო და ემიგრანტების სადღეგრძელო დალია მოდი თქვენ გაგიმარჯვება ეთერი აცნობდნენ როდის არის ჩვენს ქვეყანაში თქვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში საქართველოში მართლმადიდებლური სიყვარულის დღე. ბოლოში საქართველოში მართლმადიდებლური სიყვარულის დღე არის 16 ივლისს გერგეტობის დღესასწაული. აპლოდისმენტები თქვენ და საჩუქარო შენგან ჩაიბარეთ პირადად თქვენ ფიქრობაზე რა აბა მოხდა აბა წავა მოხდება აბა მოხდა ხანჯალსა და გაქოვებთ არ გავხანჯალ ძალიან დიდი მადლობა თქვენ კი ასია მიესალმოთ აპლოდისმენტები ორივე ქალბატონს თქვენ საქართველოში არის მართლმადიდებლური სიყვარულის დღე პატრიარქის მიერ დაწესებული სიყვარულის დღეა ეს არის 16 ივლისი აი ეს თქვენ კიდევ გიორგი და საჩუქა და ეს თქვენ ჩემგან და ის რაც თქვენ თქვით 15 აპრილი ის აბსოლუტურად საერთოდ ამბავია 16 ივლისი აპლოდისმენტები სცენაზეა ზურა ჩიჩოლაძე
ხო ზურა ბატონო წერა რო თქვი გული დამწყდა რაზე ერთხელ 2010 წელი იყო და ჩემო მეუღლემ ორიანი დამიწერა ყოფაქცევაში და არ ველაპარაკებოდა ჯო რა უკნა რაღაცა დავარგვიე ხო მაიცა აგზელ რა დავარგვიე ხო და მე ვთქვი რა რითი შევიგო და თანამშრომელი გვერდზე უღდეს ხო ეს ზურას მეუღლე აბა თუ რა გამომიყანე რა მე მუშაობ სამშობლოში თეთრი რა სადღაც იგურებოდა მე სულ დავდივარ და მე კარგოა მე ვთქვი რა უკრა და დავწერე სიმღერა და რაზე და უფრო იგურებენ ხოდა წევრად გამეცემა ჩემი სიმღერა ხოდა ირმა აი რაში ეს ახლა ეს სიმღერა იქნება ზურა ეცვლება კავანორებში მაგრამ ჩავს აკოცე და ის სიმღერა ამატაში აი მაშინ ახმოვანება გამოიწვა საერთოდ მე აღარ შეურაცხყოფას არ ვაკეთებ მაგრამ ზოგი ტურისტები შტერები არიან რატო თქვი ხა ჩვენ ვიქნე არა მადრიდი ეხა ჩამოვედი ბარსელონა და იქ ქონდა კონცერტი და დაგვათვალიერებინეს 3-4 დღის წინ ხო დაგვათვალიერებინეს და ჟერონაა ქალაქი უნდა მოუყვერა თან გავიცხრა ჩემი მეუღლე არის ლომი ზოდიაკოთი არის ლომი ვიცი მე ვარ კულო უსმი ეგრე რა ხდება იქ არის სვეტი არის ბენის მარმარილოს შუა ეკლესიური მაშინა მოედანზე და ლომი უნდა აფოხდეს და აფოხებულია ლომი სიციმითია ქანდაკება ვინც კანალზე აკონცერტს სიმდიდრე იცისო და ხალხი ტურისტები მიდიან და ხის კიბეა თურმე ადიან და იკოცნიან ჩემი ძონგო ლომია და გაწვეთილია ხამ ლომს ერთი ადგილი მე დავიხარები ადგნენ და თურმე რკინის გააკეთეს და იმათ საკოცვარო რა მილენძის აცდებაო და აუღიათ ისა და იმ თვითონ ჟერონელებმაც არ იცოდნენ ხოდა და მივიდა ჩემი მეუღლე და მე თვითი ვაკოცეთ იქ აიგნა მამებეშოროს მეთქი ხოდა მივსულა და დამდგარა ესე გამოუჩვენია ტაკო და აკოც ვიგი დადგა გერმანელი ტურისტების და იმათებად ჩემი მასპინძლები მოდიო ფული გავაკეთოთ რა ერთი 200 ევრო თუ გაფია გამომგონი ხო ცოტ კოცია რომელი შტერია და ეგონა და გამოიქცნებ და რიგში გავიგებ ესე ბოლობინა ჩემს უკან დადგინე ზურა ჩიჩალას გამომისწრები ჩემი საზრით და ჩემი დაკვირვებით, რასაც აქედან ვხედავ სცენიდან, იმ ორ ადამიანს გადასამს, რომლებიც ყველაზე არააქტიურები იყვნენ. ერთი არის პატარა გოგონა, რომელიც ზის და წყნარად უყურებს ამ კონცერტს მშვიდად. რა ქვია? თეორია. მოგწონს ამის? საქართველოს ჯოგერად, არა, კონცერტები გულისხმობ. Dasno, თეონას გაუმარჯოს, იმიტომ რომ ეს პირველი კურსის სტუდენტები ზის მშვიდად და უყურებს და კარგი გოგოხარ შენ.
და მეორე დისკი უნდა გადავწე ქარბატოს, რომელიც არ იმჩნევს ახლა, მაგრამ შესაძლოა უყურეს ბედნიერი. აი ეს კონცერტი საჭიროა და ეს დისკი ჩვენ არა დიდი მადლობა. ელიზო ასეთი არა უნდა. Жолос номинациები გავაკეთე. საქართველოს რომელი კუთხის სოფელია ხურვათი? ჩაიბარე ზურაბი შეიძლება აგვისტებები საფეთქველი პინკო დიდი მადლობა პინკო აქტიურად და ტელევიზორში გამოჩნდა. ტელევიზორში საწყოლა გამოჩნდა. პირადად ამას.
დინასტია. ყოველთა დედების ყოფილიყო, მამებისაც ყოფილიყო და ჩვენ გაგიმარჯვებთ, ჯიგარო ქართველებო. ვიყვარხარ ძალიან და ეს სიტყვები დამიჯერეთ არ არის ყალბი. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, დიდი მადლობა შეხვედრისთვის. განჩებებს რომ გავაკეთეთ. გაჩარა და სხვა დროს გამოკეთებინოს იქ მალე საქართველოში. დიდი მადლობა თქვენ ახალგის კარგად ზარდებოდეთ. კიდევ შევხვდებით, არ გემშვიდობებით, არც ერთ საერთოდ. მადლობა. ესეც ასე. დღევანდელი ღონისძიება მორჩა. ყველაფერმა კარგად ჩაიერა. სწორედ იმაზე უფრო კარგად, ვიდრე ამას პირადად მე მოვეროდი. შეიძლება გიორგი, შეიძლება ზურაც, მაგრამ ფაქტი ერთია, თქვენ ნახეთ რა ემოციებით დაგვხვდა აქ ჩვენი ქართული ემიგრანტობა. იყო ბევრი ცრემლი, იყო ბევრი გულის ტკივილის გამოტანება თქვენთან. ამ პატარა რეპორტაჟში ყველაფერს ერთად ვერ ჩავატე, მაგრამ ის, რაც ახლა ჩვენ ვეცადეთ რომ გადმოგვეცა, მაქსიმალურად გადმოგეცით. და ყველაფერი ამის შემდეგ, როგორც იტყვინოთ და როგორც ქართველებს შევიათ, ეგრეთ წოდებული მეორე განყოფილება დაიწყო. ჩვენც მეორე განყოფილებაზე შევედით. მადლობა დღევანდელი დღის. მე ვარ ყველაფერი კარგი იყო, ხო? ეს ის რესტორანია, სადაც ეგრეთ წოდებული მეორე განყოფილება შეგება. სურა შევამჩნიე, ძალიან დაღლილი. წამოვკითხოთ აზრი დღევანდელი ღონისძიების შესახებ. სურა ბატონო, აბა რა სიტყვის დღევანდელ კონცერტზე როგორ ჩაიარა ყველაფერი? ძალიან დავიღალე, ახლა კიდე რაღაც ალბათ ორი სიმღერას ვუმერებ, მაგრამ რა იყო იცით? რამდენიმე ადამიანი ტიროდა. გოგოები, ქალები ტიროდნენ, რომ რატო აი მიდიხართო, წახვალთო და ის თბილისური, ის ქართულიო მიგავთოთ არ. მეთქი კიდე ჩამოვალთ, კიდე იცით რაც უთხასეზე დამაყენა იმან, რომ იტირეს, რომ წამოსვლა უნდათ. ნეტა საქართველო ისეთი ქვეყანა გახდეს, რომ აგად მოდიოდნენ სამუშაოდ ჩვენთან. აი ეგრე. დიახ ბატონებო, ზუსტად ასეთი გაწყობა იყო და მე მთელი 2 საათნახევრის განმავლობაში ამ ხალხს თვალებში უყურებდი, მათ ემოციებს ხედავდი და ისინი გარდა იმისა, რომ ძალიან კმაყოფილები წავიდნენ ამ ღონისძიებიდან, მათ ზუსტად ვიცი რომ ეს ღიაროსოს არ დავიწყებათ, ისე გულისა ძალიან მადლობა უნდა გადაუხადოთ გიორგი დათიაშვილს და ზურა ჩინჩაძეს, იმიტომ რომ შექმნეს ის განწყობა იმ ადამიანებში, რასაც ქვია ნოსტალგიური განწყობის დაკმაყოფილება. ძალიან ესეთი ემოციები ქონდა, რომ არ ვიცი ესე იგი შეიძლება ვერც გამოვხატო, იმდენად აღთვალნებული ვარ ამ ემოციით. აი სულ დამავიწყდა რომ იტალიაში ვიყავი და ის ქართული სამყარო იყო, საქართველო, ჩემი პატარა საქართველო იყო, რომელიც ძალიან გვენატრება. არასოდეს რა ვიცი, ჩემი ფესვები, ჩემი მონატრება, ჩემი ბოლო ადგილი არის საქართველო. მე ესე მწამს და მე ჩემი სურვილია, რომ ყველა ქართველი, ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს საქართველოს. ჩვენი ფესვები საქართველოშია და ჩვენი დედაბუნება და ჩვენი საქართველო არ უნდა დავივიწყოთ. დიდი მადლობა თქვენ ამ დიდი სიხარულისთვის, ამ დიდი სიყვარულისთვის და აი არ ვიცი, არ მყოფნის სიტყვები, რომ მე ეს გამოვხატო. ჩემ საქართველოში მეგონა თავი და მადლობა ყველას, ვინც ეს ორგანიზაცია გააკეთა. მოკითხვა ჩვენ საქართველოს, მონატრება დიდი, რა ვიცი, სიკეთე ქონებოდეს, ღვთისწყალობა, მალე დაბრუნებულიყავით ჩვენ საქართველოში. ძალიან გახარებულები, ბედნიერები. დაგვავიწყდა ჩვენ თუ აქ იტალიაში ვიყავით და ჩვენ მოსამსახურები ვიყავით საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ წუთებისთვის, ამ ბედნიერი განცდისთვის. გაიხარეთ და დიდი მოკითხვა ჩემ საქართველოს. ემოციების გარეშე ჩვენ ვერ უყურებთ თქვენ კონცერტს. ყველა ტიროდით სიხარულით. აი ემოციებში ვარ ეხლაც. რა თქმა უნდა, ერთი თვე მიმდინარეობს ეს პროცესი. რომ ვაცნობთ ხალხს ვინ ჩამოდის და რა ხდება. აი ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ შეიძლება იმდენად ვერ იყვნენ მაყურებელი, რადგან აი არა ვართ მიჩვეული, ესმის არა ვართ, არ ელოდა ხალხი რომ ესე სითბო იქნებოდა დარბაზში და ასეთი აი ემოციას ნაღდათ არ ველოდა. დიახ, მე შევამჩნიე როგორც აი თავიდან არავის არ ეგონა. აი თუ ხშირად იქნება რა თქმა უნდა მაყურებელიც ბევრი მოვა. გაცილებით მეტი. პირველ რიგში მე მინდა ყველა ქართველ დედას დღევანდელი დღე მიულოცო, ქართველების გმირობაზე და ქართველი ქალის გმირობაზე მე აღარ ვიტყვი, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია და გმირობის ტოლფასია ის ქალები, რასაც დღეს ევროპაში აკეთებენ.
და მაგათ ნახდათ ეკუთვნის მე არ მინდა ვინმე შემოვახვიო თავზე ჩვენი აქ ყოფნა მაგრამ გაუცხობდა ხალხი აი თუნდაც ის რომ ვინ არის გიორგი ბატონი ზურაბზე ვინ არის ეგ და ჩვენ მოგვიწია ის მტკიცება რომ ესენი არიან ესენი ჩამოუქროლეთ ჩვენ ღერით ორთია მაგრამ ფაქტია რომ ისინი ემოციებით სავსე წავიდნენ აქედან ემოციებით დატვირთული დღესაც ახლა გამოვედით დარბაზიდან და კიდე აი იმ შთაბეჭდილებებში არიან და ერთმანეთს უყვებიან დიდი სიხარულით და კმაყოფილები არიან ძალიან და მე მინდა გთხოვოთ თქვენ და ჩვენ მთავრობას ვთხოვო რა ვიცი ეს თხოვნა რამდენად რეალური იქნება რომ აი პირდებიან ემიგრანტებს ყველაფერს გაუკეთებთ არაფერი არ გვინდა დაგაფინანსოთ თქვენ რომ ხანდახან ჩამოხვიდეთ მაინც ეს ხარული ვაჭუქოთ ამადამი არ დავიწყდეთ ხალხს ეს ქართული აი თეთრ ბაირაღებში ნაკაშიძე რომ ამბობს ხვალინდელი დღის გათენება მეშინიაო იმიტომ მეშინია რომ გაუცხოდა მისთვის ის დედა და დედის დაძახების მეშინია აი ეს არ მოხდეს და ამ ქართველებმა დედაშვილობა უფრო ახლოს იყოს ერთმანეთთან და არ დაკარგონ რა იმიტომ რომ მე აი განა ყველას არ ქონდა საშუალება მართლა არ ქონდა ისა ბესო საშუალება იმიტომ რომ 25 წელს ჩემ შვილს გაუგზავნდა იგი განა არ ვიცი მათ შვილებს შეიძლება არ ატყვია დედების წყალობით მაგრამ ვერ იმეტებს მაგრამ სითბო ჭირდებათ უფრო და არა ფული ბავშვებს და ერთად ყოფნა და მე ვისურვებდი რომ საქართველოს დაადგეს საშველი და ასე აი ვერ ვიცნობთ ქართულებს აღარ უსმენ აღარ ყოფილიყოს დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის დღეს მე მგონი ძალიან დიდი დღესასწაული იყო ქართველებისთვის რომელიც ბარში არიან და მოღვაწეობენ რა ვიცი ყველაფერი ჩატარდა ხუთიანზე დიდი მადლობა მინდა მოუხადო საერთოდ ვინც ამ ორგანიზაციაში წვლილი მიიღო და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ ხალხს ვინც მოვიდა დაგვაფასა და ვინც დღევანდელი დედის დღე ჩვენთან ერთად გაატარა რა ვიცი დანარჩენი ესეთი დღეები ღმერთმა ქნას რომ მრავლად ყოფილიყო ეს და ერთ იმას დავამატებდი რომ როგორც დღეს ვნახე ქართველიერი გახარებული და ბედნიერი ესეთი ბედნიერი და გახარებული მით უმეტეს რომ სახეებზე ვცნობ რომ ყოველი დღე თითოეული მათგანი როგორ შრომობს ესეთი გახარებული არ მინახია და ღმერთმა ქნას სულ ესეთი გახარებულები ყოფილიყვნენ მალე დაბრუნებულიყვნენ საქართველოში და გაეღნიშნოთ მომავალში დედის დღე და ამჟამად რაც ჩატარდა და როგორც ჩატარდა ყველაფერი ეს იყო თქვენი დამსახურება, ჩვენი დამსახურება და საერთოდ პირადად ხალხის დამსახურება, იმიტომ ხალხი რო არ მოსულიყო ეს არაფერი არ იქნებოდა და მე მინდა დიდი მადლობა მინდა მოუხადო თითოეულთაგანს ვინც აქ ყველაფერში წვლილი შეიტანა და თითოეულთაგანს ვინც ამ უცხო მხარეში ქართველებად აგზნობინდა თავი. მე მინდა ჩემი ზურაბ ჩინჩალაძე თქვათ, ჩემი გიორგი დათიაშვილი თქვათ, აგრეთვე თქვენ ესო და რა ვიცი, დიდი მადლობა თქვენ რომ აქ ჩამობძანდით და მარელ ქართველებს ერთი გემრიელი დღესასწაული ვაჩუქეთ. ორჩა დღევანდელი ღონისძიება ძალიან დავიღალეთ, თუმცა კმაყოფილები ვართ ყველაფერით. შენი ემოციები გაუმჟღავნე მაყურებს. დაღლა ალბათ უკვე აღარაფერია იმის მერე, როცა იმ ემოციებს ნახავ იმ ქართველებისას, რაც დღეს ვაგრძნობინეს თავიანთი დროის გამონახვიდან დაწყებული, იმითი რომ ამდენი თბილი სიტყვა, ამდენი თბილი ურთიერთობა, თბილი მზერა, ის ცრემლები რამოდენიმე სიმღერაზე მე კმაყოფილი ვარ იმით რომ მოგვეცა იმის საშუალება რომ ჩვენ ქართულ ემიგრანტებს მოვეფერეთ იტალიაში, ქალაქ ბარში და ვიმედოვნებ იმას, რომ ეს იქნება საწყისი იმისათვის, რომ ბევრი ქართველი მოვინახოთ და ბევრი სიტყვა ჩამოუტანოთ საქართველოდან და სხვათა შორის გიორგის ჩვენს დამეთანხმება და ზურას დამეთანხმება იმაში, რომ ქართველებმა აქედან ბარიდან არანაკლები სიტყვა გამოგვატანეს თქვენთან. თქვენ ამას კადრებში ნახავთ და უყურებთ. კიდევ ერთხელ განმეორდები ის სიტყვა, რასაც თქვენ უკვე აქამდე ჩემს საუბრამდე უკვე უყურეთ, დამიჯერეთ რომ იყო ნამდვილი. გიორგის დამეთანხმება, ცრემლები, ზურამას თქვა, ეს იყო ნამდვილი სიტყვა, რომელიც მათ
თქვენთან გამოგვატანეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ეს info თქვენთვის ჩამოგვეტანა. ისინი არ არიან მარტო, ისინი ერთმანეთთან არიან, ერთმანეთის გამძლეობით და ერთმანეთის ხარდამჭერით. ძალიან რთულად არიან ეს ადამიანები აქ. არავის არ ეგონოს რომ აქ ადვილია ცხოვრება, ისინი კარგად არიან. იმისთვის რომ ისინი მუშაობენ, თქვენ არ იცით ისინი რამძიმე რაღაცებს აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ ადამიანები, ჩვენ ვნახეთ ქართველები რომლებიც 24 საათი მუშაობენ აქ. არა მხოლოდ მოხუცების მოვლაზე არ არის აქ, უამრავ საქმეს აკეთებენ. იმის გულს რომ თქვენ თავენ შვილებს, თავენ შვილიშვილებს, მეუღლებს არ აქვს მნიშვნელობა დაეხმარონ საქართველოში. ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით და დამერწმუნეთ. მხოლოდ ქურდები და მხოლოდ ყაჩაღები არ არიან ემიგრანტი ქართველები. ისინი ძალიან მაგრები არიან იმის გულისთვის, რომ აი აქ შრომობენ და ამით არჩენენ საქართველოს. აი თქვენ შვილებო თქვენ მამებო და მეუღლებო. გიორგის დამეთანხმება, სურას დამეთანხმება, რომ ხო, ასია ეს ყველაფერი და ემოციები დატვირთული ჩვენ მხოლოდ დროებით დამშვიდობებით ჩვენს ტელემამულებას. ნახვამდის, ეს იყო გადაცემა სკანერი. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ. უყურეთ იმ ემოციებს, რაც მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩემს პატარა კამერაში ჩამეტია. მხოლოდ თქვენთვის და მხოლოდ დიდი სიყვარულით. ნახვამდის.